სანქციებს შევარბილებთ რუსეთისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ვაჭრობის და ენერგეტიკული პროდუქციის ვაჭრობის საზღვაო მიმოსვლის და საზღვაო ვაჭრობის კუთხით. ხო, ეგ არის რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ანუ ეს ფაქტორი, რომლისთვისაც რუსეთი თუ რამე ფაქტორი არსებობს, დაინტერესება აქვს, რომ შევიდეს მოლაპარაკებებში, არის სანქციების შერბილება. ჯერ სხვა საკითხებზე მიდის რაღაც ვაჭრობა და ამერიკა უკვე უთანხმდება, რომ მოდი შევამციროთ სანქციები. ანუ ამაზე მკაფიო დემონსტრაცია იმისა, რომ რუსეთისთვის რაღაცა მომგებიანი ვერსიით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მე არც ვიცი, ანუ რისი იმედი აქვს საერთოდ იმ ნაწილს, რომელიც რაღაცა იმედის თვალით შეყურებს ჯერ კიდევ ამერიკის ჩართულობას ამ პროცესში. დაიდო რა 2 თუ 3 დღის წინ ტრამპის წარმომადგენლის ინტერვიუ ტაკერ კარლსონთან, მოლაპარაკებებში ტრამპის წარმომადგენელი არის სტივენ უიტკოფი, რომელმაც ფაქტიურად რაღაცა ისეთი რუსეთუმე ტექსტი ილაპარაკა, რომ აი რაღაცა გასაოცარი იყო, არც აი ჩვენც არ ველოდით, ხო ჩვენ ხო ვიძახდით, რომ საბოლოო ჯამში ამერიკა დაალაგებას დაიწყებსო, მაგრამ რანაირი რუსეთუმე ტექსტიც უიტკოფმა ილაპარაკა, ფაქტიურად თქვა, რომ პუტინმა ტრამპისთვის ილოცა, ტრამპისთვის გამატანა მისთვის შექმნილი დახატული ნახატი, რომელთაც ტრამპი იყო აღფრთოვანებული, უნდა გვესმოდეს, რომ თავარი პრობლემა ამ კონფლიქტში ის არის, რომ იქ არის რამდენიმე რეგიონი, რომლის მოსახლეობაც თავს თვლიან რუსებად, რუსულად ლაპარაკობენ და იქ რეფერენდუმები ჩატარდა და ამ რეფერენდუმებით ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის ნაწილი გახდნენ და აი ამ პრობლემას რა უნდა მოუხერხოთ გაუგებარია, როცა აი ეს პრობლემა გადაიჭრება, მე რაღაცა იქნება და ჩვენ ძალიან პოზიტიურ ლაპარაკს ვაწარმოებთ ამასთან დაკავშირებით რუსეთთან. ოღონდ მან კითხვა იმაშია, ან ციტირებ, რომ იქნება კი მზად მსოფლიო აღიაროს ეს ტერიტორიები რუსეთის ნაწილად, ან რამდენად შეძლებს უკრაინა რომ აი ამას რო აღიარებს, მერე შიგნით პოლიტიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს. ანუ ის კითხვა კი არ არის, რომ აი შეძლებს კი რუსეთი დათოს ეს ტერიტორიები, ეს კითხვა აღარ არის. ანუ ფაქტიურად კითხვა დგას იმაში, როდის აღიარებინებენ უკრაინას ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. ამიტომ სურათი მიმდინარეობს, მათ შორის ლავროვის საინტერესო მონაკვეთი დაიდო ლავროვის ინტერვიუდან, სადაც მან თქვა, რომ იქ რაღაცა ხელთავიანი ევროპელები ოცნებობენ იმაზე, რომ სამშვიდობოებს ჩააყენებენ უკრაინის ტერიტორიაზე, ფრანგები და ბრიტანელები ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ეს არის რაღაცა სულელური ზღაპარი, რომელსაც ახდენა არ უწერია, ამიტომ ეგ უნდა გვესმოდეს, რომ ეგ ვერსიები, რომ იქ ვიღაცას რამეს ჩააყენებინებენ, არარეალისტური ჩანს, მაგას არავინ არ განიხილავს რუსეთიდან. რასაც რეალურად განიხილავენ, აგერ ფაქტია, რომ უკვე ურბილებენ სანქციებს რუსეთს, რასაც რეალურად განიხილავენ არის ის, რომ პირდაპირ ამბობს ტრამპის წარმომადგენელი, პუტინი საერთოდ არ არის ცუდი კაცი, ეს არის რაღაცა რთული საკითხია, რთული პროცესია და რაღაცა მრავალწახნაგოვანი მოვლენა იყო ეს ომი და იქ არსებობენ რუსები იმ რეგიონებში, რომლების ინტერესებიც გათვალისწინებული უნდა იქნას. აი ეს არის მოცემულობა და ცალსახა ხაზგასმული კეთილგანწყობა ამერიკის მხრიდან რუსეთის მიმართ. ამ სურათს უნდა ველოდოთ მომავალში. ანუ მომავალში უნდა ველოდოთ, რომ ამერიკის დაინტერესება, ეს არის სტრატეგიული დაინტერესება. სხვა გზა აღარა აქვს ახლა რეალურად ამერიკას. სტრატეგიული დაინტერესებაა ჩინეთ-რუსეთის მოკავშირეობის რაღაცნაირად განეიტრალება და მაგისი განეიტრალება ამერიკის მხრიდან შეუძლებელია თუ არ შეთანხმდა რუსეთთან იმაზე, რომ მეგობრებო, აი თქვენს უახლოეს გარემოცვაში, თქვენ სტრატეგიულ ინტერესებში, იმ სივრცეში, რომელიც აი თქვენი სამეზობლოა და რასაც განეხილავთ სტრატეგიული უსაფრთხოების მიმართულებად, ჩვენ აღარ ვერევით და გითმობთ ამ მიმართულებას. ტაქტიკას, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, ტაქტიკას იმისთვის, რომ ზედმეტად არ გაძლიერდეს რუსეთი და საკუთარ გარემოცვაში მთლად უკონტროლოდ არ იყოს, ტაქტიკას ამერიკა ტაქტიკად განიხილავს ევროპის ფაქტორს. ევროპას უმცირებს დახმარებას უსაფრთხოების სამხედრო კუთხით
და აიძულებს თვითონ გახდეს აწარმოოს militarizაციის პროცესი იმისთვის, რომ რუსეთისგან დაიცვას თავი მომავალში და აქედან გამომდინარე ეს იქნება და ევროპა გახადოს უკრაინის უპირატესი დამცველი ვექტორი და აქედან გამომდინარე რაღაც გარდაუვალი იყოს ევროპასა და რუსეთს შორის დაძაბულობა და რუსეთის მაკონტროლებელ მხარედ იარსებოს ევროპამ. აი ეს არის კონტურები, რომელიც ახლა იკვეთება ამ კონფლიქტში და ველი რომ სულ უფრო თბილი განცხადებები გაკეთება ამერიკისგან რუსეთის მიმართ, რასაც ახლა უყურებ მე დასავლეთი ფლანგზე, ერთადერთი რაღაც სანუგეშო, რასაც ისინი იძახიან ხოლმე, ხო ხედავ ახლა რომ აი განსაკუთრებული ნუგეშის მცემელები მე დასავლეთი ფლანგზე, მაგალითად ბოკერია ჩერგულეიშვილის წყვილი რანაირ ინფორმაციებს დებენ საკუთარი რაღაც აქტიური ბაბლის ფერზე მოსაყვანად, მთელი რაც დარჩენიათ არის რაღაც პატრიოტების გადაცემას დაპირდა ტრამპი უკრაინას და იმას ევროპაში მოიძიებს იმ რამდენიმე პატრიოტს, ან რამდენ პატრიოტს დაპირდა, ან როდის გადასცემს, იმასაც ევროპას ართმევს იმისთვის, რომ ევროპა იძულებული გახადოს, რომ მეტი აქტიურობა გამოავლინოს საკუთარ militarizაციაზე. ანუ ეს არის ერთი მხარე, რაც მედასავლეთეების აგრესიულ ნაწილს შერჩენია ნუგეშისთვის და საპირისპირო მხარე არის, რავი, ამის პუტინი გამოაცხადეს სტრატეგიული მოკავშირით, კაი კაცად, იქ რაღაცა პავლოს ტრამპისთვის ლოცულობდა, როცა deep state და ეხლანდელი ეს ლიბერალური დასავლეთი კლავდა, ეგ არის სურათი, რომელიც ახლა იკვეთება და თვლი, რომ რაც უფრო დრო გავა, მით უფრო ამერიკასა და რუსეთს შორის დათბობის პროცესი გაიზრდება, ეს ცალსახად არ ნიშნავს, რომ ომის შეჩერება ბოლომდე ასე მარტივად მოხერხდება, იმიტომ რომ უკრაინა და ევროპა აშკარად უკმაყოფილოები არიან მიმდინარე პროცესებით და ეცდებიან, რაც შეიძლება გაწელონ პროცესი, რაც შეიძლება იჭირვეულონ, რაც შეიძლება წინააღმდეგობა გასწიონ და მოიძიონ რესურსები იმისთვის, რომ იქნებ მოხერხდეს რაღაცა თვალსაზრისით ომის გაგრძელება, ამიტომ მოლაპარაკებები სავარაუდოდ გაიწელება თვეების განმავლობაში.